ზიამოღებელი ახსენეთ და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ როცა პირველი განცხადება გავაკეთეთ, თქვით ესეთ სიტყვებით 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედია გავერთიანდით რომ ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის და ჩემთვის პირადად ეს ხო უნიშნელოვანი სიტყვები იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს სიტყვები მოესმინა ზიამოღებელს და იმედი მაქვს რომ ასეც არის ესაც სიგნალად მიმართავ რომ ზია ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ ამ რეპრესიული კანონმდებლობის ძალადობის მომავალი სამართლებრივი დევნისაც კი ჩვენ ხო მედიები ხომ მზად ვართ იმისთვის რომ არიან სწორად მე ჟურნალისტი არ ვარ მენეჯერი ვარ ამ შემთხვევაში მაგრამ ჩემთვის ძალიან პირადი არის უკვე ეს ყველაფერი და პირველ რიგში საუბრობ ხოლმე ხვალ გვაქვს მაშინ კონკრეტული ამბით რომ დავიწყოთ რომელიც არის სოლიდარობის მარში მედიის მხარდასაჭერი და სიმბოლურად რადგან ჩვენი კამპანიის სათქმელი არის სინათლე არ უნდა ჩაქრეს ყველანი ვიკრიბებით ფანტებით აი ფიზიკურად სახში რა ფანერიც გვაქვს ყველას მინდა რომ უთხრა რომ წამოიღონ სად იკრიბებით რა ადგილას რომელ საათზე 8 საათზე და ჩვენი მიზანი არის რომ ერთობით კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ რომ არ ვნებდებით ერთად ვართ ამ ბრძოლაში ვართ მიუხედავად იმისა რაც უკვე დამდგარია ერთ ესე ვთქვათ, თავარს როდესაც დაიწყო ეს კამპანია, ყველა ონლაინ მედია გაითიშა ერთი კვირის წინ და ეს იყო ჩვენთვის მთავარი სათქმელი ჩვენი რა ელის რეალურად ამ საზოგადოებაში შავი ფონი ჯართავს პუბლიკას, ნეტგაზეთს, სულ ერთია, ხო? აი აპრილს იქნება ეს ნებისმიერ ონლაინ მედიას, რომელიც კრიტიკული საზოგადოების თვის არის მართლა ინფორმაციის წყარო, ხო? რომ რა ხდება რეალურად ქვეყანაში ეს გაიგოს, ეს აღარ იქნება. ეს არის რეალობა. რესპუბლიკის მოედნიდან საით მიდიხარ? რესპუბლიკის მოედნიდან მივიდივარ პარლამენტთან. პარლამენტთან ხდება გამოფენა, რომელზეც 22 მედია, ვინც ამ ეტაპზე არის ჩართული ამ გაერთიანებაში და კამპანიაში, არის წარმოდგენილი საკუთარი გამორჩეული მასალებით ფოტოს ფორმატში და ყველა ჟურნალისტი, ყველა რედაქცია ხვდება თავის მხარდამჭერს. სიმბოლურად ეს არის შეხვედრა ჟურნალისტებს, რედაქციებსა და მათ მკითხველებს, მაყურებლებს და მსმენელებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ამ ონლაინ პლატფორმების უკან, ან სოციალური მედიის გვერდების უკან ადამიანები დგანან და ეს ადამიანები ამბობენ რომ დარჩნენ რეალურად ფინანსური წყაროების გარეშე. მათ ყოველდღიურობა უკვე ამაზე არის, ისინი ენთუზიაზმით მუშაობენ, აი ხატი არის მაგალითი ამისი, ჩვენთან ერთად არის, მაგრამ ყველა ჟურნალისტი ვინც ამ ყველაფერში არის, ჩათვალეთ რომ ეს ადამიანები უბრალოდ ენთუზიასტები არიან. ვიდრე გადავალთ როგორ შეიძლება მედიას დაეხმაროს საზოგადოება, ხატია თქვენ მინდა გითხოთ, დიდი ხანია ჟურნალისტი ხართ, აქტიური ამ პროფესიაში და მართლა გამოიარეთ ყველაფერი, რაც რა გამოწვევებით ყველა პერიოდში მედიას შეუქმნა ყველა ხელისუფლებამ. მაგრამ ეს აღარ არის გამოწვევები, ეს არის ყოფნა არ ყოფნის საფრთხე. მეთანხმებით თამაში? კი, ნამდვილად გეთანხმებით და ეს ახლა რაც ხდება, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის წლების წინ დაწყებული თავდაპირველად რიტორიკით და მერე უკვე პირდაპირ ძალადობის ჟურნალისტებზე, მერე 5 ივლისი, მერე უკვე საკანონმდებლო შეზღუდვები, ეს არის პირდაპირი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და რამდენიმე წლის წინ უკვე პირველი რუსული კანონის ინიცირების პერიოდიდან განსაკუთრებით სამიზნეში ამოიღეს ონლაინ მედია. მე ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ ონლაინ მედიის ძირითადი ან მხარდამჭერები, იცის საზოგადოებამ არიან ხოლმე ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან, ხო? და შესაბამისად ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი არის ეს მხარდაჭერა. თუ აქამდე მაგალითად სხვა მედიებს აშავებდნენ იმით, რომ იქ არის პოლიტიკური ფული, იქ არის ვიღაც მოძრაობა, სისხლიანი 9 წელი და ასე შემდეგ, ჩვენ შემთხვევაში ასეთი მიზეზი ვერ იპოვეს. ბოლო პერიოდში დაიწყეს კამპანია ეს აგენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას წინ უძღოდა, ამას სხვა ვერაფერი ვერ იპოვეს. რაზეც მოგვედავებოდნენ, ასე ვთქვათ, და ამავდროულად მიხვდნენ, რომ ნდობა ჩვენ მიმართ საზოგადოებაში უფრო და უფრო იზრდება, იმიტომ რომ საქართველოში იზრდება ინტერნეტის მოხმარება და ჩვენ ინტერნეტით გადავცემთ, ხო, ამ ამბებს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, ჩვენ გავენადგურებინეთ და აჩვენა კიდეც, ხომ ეხლა მაგალითად სასამართლო ახსენეთ და როგორ იღებს საზოგადოება დღეს სასამართლოდან ამბებს, როგორ იღებდა თუნდაც
იმ რეგულაციის ზალაში შესვლამდე, ხომ? ვიცით, ჩემი აი საოცარი კოლეგების, ჟურნალისტების ნაშრომები, არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ისინი ფიზიკურად შრომობენ, მთელი დღეების განმავლობაში ამ პროცესებზე ყოფნა და ამის მოსმენა, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრება სინდისის პატიმრების მდგომარეობას. ამაზე არც არის, ხო? არც არის ეს შედარება, მაგრამ ეს ჟურნალისტები ყოველდღიურად არაერთ პროცესზე არიან, ამას ისმენენ, ამას აშუქებენ, იმისთვის რომ მოიტანონ ჩვენამდე ეს ყველაფერი და რა გვახსოვს, ხომ, როცა სინდისის პატიმრებზე ვფიქრობთ, თუ ვსჯელობთ, პირველი რაც არის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მინდია გაბაძის ფოტოებია სასამართლოდან, რაც და ეს ონლაინ მედიაა, ხომ, ანუ რომ არა ონლაინ მედია, მათ შორის ასე დეტალურად არ გვეცოდინებოდა ის ცრუმოწმეები, მათი სახელები და გვარები, მათი განცხადებები და ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ახლა სამიზნე, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ, რა არ გვეცოდინებოდა ონლაინ მედია რომ არ იყოს, ხომ? მე გელა მყავდა მთილვისშვილი ერთხელ ეთერში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი აი თვალდახუჭულს მახსენდება, რომ არ ყოფილიყო მთის ამბები, რა არ გვეცოდინება. იგივე პირველი რაჭის ტრაგედია, ხომ? რაც მახსენდება და არაერთი გამოძიება. ეს ხალხი, რომ ვუთხრათ მაყურებელს, საიდან ფინანსდება, შეეხო ამას მოკლედ ხატია, მაგრამ რეალურად ეს არის არაკონტროლირებადი ფული, ხომ? ამ ფულს, რომლითაც ფინანსდება ეს მედია, ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს დამოუკიდებელი დაფინანსება იმას, რომ არ იყოს მოწყვლადი ონლაინ მედია, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის პოლიტიკური ფული. ანუ ეს გვაძლევს ჩვენ დამოუკიდებლობას. ეს არის ძალიან ესე მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ევროპელი გადასახადის გადამხდელები ცდილობენ, რომ მათ შორის გადასახადის გადამხდელები ცდილობენ, რომ გააძლიერონ მედია იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ საწყის ეტაპებზეა. ანუ ეს არის ხოლმე დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მთავარი მიზანი. რაც შეიძლება ბევრგან იყოს დემოკრატია და რაც შეიძლება ბევრგან ადამიანს ჰქონდეს ლომა მისი უფლებების დაცვაზე და ინფორმაციის მიღებაზე. და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციაზე ხელი რომ მიგვიწვდებოდეს? ხო, ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, მე როგორც ჟურნალისტი და ზოგადად ჩემი კოლეგების მიმართ არაერთხელ გამიგია კრიტიკაც, ლანძღვაწინებაც, მათ შორის ანუ საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რომელიც შეიძლება არ იყოს პოლიტიკურად რაღაცა ანგაჟირებული, ხო? მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი არის ის, რომ როდესაც პრობლემა აქვს მოქალაქეებს, პირველი, ვინც ახსენდებათ, არიან ჟურნალისტები. აი ახლა ჟურნალისტს დაურეკავ და ეს უსამართლობა მოგვარდება. კი ბატონო, და მხოლოდ ამ შემთხვევაში რჩება რეაგირების რამე შანსი და ის, რომ ჟურნალისტების გაშუქების შედეგად პრობლემები მოგვარებულა, არის ზუსტად აი ჩვენი ამ მუშაობის, როგორ თქვა, ჯილდოთ შეიძლება დავარქვათ, როგორც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს ნდობა და ის, რომ მე შემიძლია ერთი მოქალაქის ცხოვრება შევცვალო, ხო? შესაბამისად იმ ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს და რომელიც ფიქრობს, რომ მე რა თუ დამოუკიდებელი მედია დაიხურება, მინდა მას ახსოვდეს, რომ ხვალ მას რომ მქონდეს პრობლემა, აღარავინ იქნება, ვისაც დაურეკავს და იტყვის, რომ მე დღეს პრობლემა რო შემიქმნეს, აბა ეხლა ჟურნალისტებს დაურეკავ და გააშუქებენ, ვეღარ გავაშუქებ, აღარ ვიარსებებ. კეთებოდა, უნდა გკითხოთ რაღაცნაირი შესაძლო დროებით, მაგრამ რაღაც ტიპის გამოსავალზე საზოგადოების სოლიდარობა ამ ქვეყანაში ძალიან მაღალი ხარისხის გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით ეს მობილიზების უნარი აღმოჩნდა საოცარი ამ საზოგადოებას. თქვენ ამბობთ, რომ მედია სჭირდება გადარჩენა, ონლაინ მედიას, რამე გზები თუ არის ამისთვის გამოძებნილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ბათუმელების შემთხვევაში იყო მაგალითად ასეთ შემთხვევაში, რომ ბათუმელები გადაარჩინეს დაყადაღების დიდ პროცედურას, იყო დაყადაღებული და მე შეიქმნა ანგარიში, რომელსაც შეგროვდა ეს თანხა. ჩვენი კამპანია თავის ესეც პასუხობს არის საერთო პლატფორმის შექმნა, რომელზეც ზუსტად ამ დონეცის გაკეთება შეუძლიათ მხარდამჭერ ადამიანებს. ეს იქნება ყველა ონლაინ მედიისთვის საერთო? ეს არის ყველა ონლაინ მედიისთვის, რამდენიმე მიზეზი აქვს, რატომაც არის მათთვის მარტივი და უფრო კომფორტული ამ ყველაფრის გაკეთება, ემოციურადაც და ტექნიკურადაც. ემოციურად იმიტომ, რომ ყველასთვის შეუძლიათ გააკეთონ ეს დონაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ კონკრეტულ მომენტში 22 მედია არის, მაგრამ ჩვენი პლატფორმა ღია და ყველას ვისაც აქვს, ასე ვთქვათ, სურვილი რომ ჩაერთოს მზად ვარ
ვართ რომ მივიღოთ და ემოციურად იმიტომ რომ მათი ეს დონაცია ყველას ეხმარება რეალურად და არ უწევთ გადაწყვეტილების მიღება რომელს დაეხმარონ ყველას გვესმის რომ დღეს უკვე იმ მდგომარეობაში ვართ გვიწევს რესურსების განაწილება ჯარიმების თანხების შეგროვების თვალსაზრისით სხვა ტიპის დახმარების ანუ ეს ანგარიში იქნება ონლაინ მედიის გადასარჩენა ეს ონლაინ მედია ეს არის სინათლე წერტილი მედია რომელიც არის გამართული პლატფორმა იმ თვალსაზრისით რომ რამდენიმე გზით არის თანხის ჩაარიცხვა შესაძლებელი მათ შორის ძალიან მარტივად Apple Pay, Google Pay, ანგარიშის ნომრით, იქვე თქვათ ბარათის მონაცემების ჩაწერით და ბევრი ტიპის ის რაც ეკომფორტულება ადამიანს იმ მომენტში ამ გზით თანხის ჩარიცხვის შესაძლებლობა. ჩვენთვის ერთ რასაც ვიაზრებთ და რატომაც სინათლე არ უნდა ჩაქრეს ქვია ამ კამპანიას არის რომ ადამიანური ფაქტორი არის როცა შენ რაციონალურად იცი რომ ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში კარგად შეიძლება ვერ ხვდება და მეც ვიფიქრე ხოლმე როგორც ჩვეულებრივ მოკვდავ მებრძოლს, რომელიც ქუჩაში არის ყოველდღიურად რუსთაველზე, რომ რას ნიშნავს ავტოკრატიაში ცხოვრება, მე არ ვიცი. მიუხედავად რომ ამ საფრთხეს გრძნობ, უკვე პოლიტიკურად ეს დამდგარი რეალობა არის, ის რომ აღარ შემეძლოს ქუჩაში გასვლა, ის რომ მართლა აღარ იყოს მედია, ეს რომ გავიაზრო ხშირად მიფიქრე ხოლმე, შეიძლება რომ დავარდე მარტივად. ამიტომ იმისთვის რომ ბრძოლის უნარიანი ვიყო, სადღაც ალბათ გაურბივარ. ამიტომ თქვით ჩვენ რომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ეს წვდიადის რისკია და წვდიადის საფრთხეა სინამდვილეში და მედია სინათლეა აქ, მაგრამ ჩვენი სათქმელი და მესიჯი არის ნამდვილად ოპტიმისტური, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რასაც ეს მედიები აკეთებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ უკვე გაქრობის წინაშე დამდგარი და მათ შორის შეიძლება და უკვე გამქრალიყვნენ, ისინი ამბობენ რომ არა, ჩვენ ერთად ვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ და ვართ დაუმორჩილებლობის გზაზე. კი ბატონო, მე ხშირად ვიხსენებ ხათია, ჯერ კიდევ რუსული კანონი იყო, ახალი, ასე ვთქვათ, ამას ეწინააღმდეგებოდა ერი ქუჩაში, აი პირველად რო გატანა მოხერხდა უკან წაიღეს და მაშინ ჩართე მახსოვს რომან პერლი, რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, რუსეთში აღარ ცხოვრობს უნებრივია, მანამდე ის აქტიური საგამოძიებო ჟურნალისტებით იყო იქ დაკავებული და მან მითხრა რომ მე როგორც რუს ჟურნალისტ და რუსიერის წარმომადგენელს არ მაქვს, ანუ რუსული მედიის წარმომადგენელს არ მაქვს უფლებაო თქვენ რამე გირჩიოთო, მაგრამ ძალიან გთხოვ თუ არ დანებდეთო. აი ეს ფრაზა სულ მაქვს ყურში, რომ იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რაც იქნება შედეგი ძალიან მარტივად გამოსაცდო ის რაც არის რუსეთშიო. კაი ეხლა შენ ახსენე ამან გამახსენა ეს მართლაც ემოციურია ყოველ ჯერზე რამდენჯერზეც მახსენდება, იმიტომ რომ ამის წარმოდგენა სინამდვილეში რა იქნება ჩვენ თუ დავნებდით ძალიან მარტივია ის რაც არის რუსეთში. აი ეს რეალობა რამდენად ახლოს არის და რამდენად სათანადოდ უწევს ამას საზოგადოება წინააღმდეგობას. ეს რეალობა ძალიან ახლოსაა. თავდაპირველად იმასაც ვიტყვი, ცოტა ემოციურ ჩანართს ქეთის კომენტარიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც ერთი ჟურნალისტისთვის ძალიან როგორ თქვა, ვიცი რომ ეს არ არის სწორი თეორიულად, მაგრამ ცოტა უხერხულიც არის, რომ აი დახმარება ვითხოვო, იმიტომ რომ ეს არ არის კომფორტული მდგომარეობა, ხო? მაგრამ იმის გააზრება, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტულად მედიას, ანუ მედიისთვის დახმარება ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ეხმარები დღეს როგორც მოქალაქე. ის რომ დღეს შენ და თან ვიცით ხომ მოქალაქეებს მართლა რამხელა ფინანსური ტვირთი აქვს დღეს გადასახადებს და გაზრდილ ფასებს რომ თავი დავანებოთ რაღაც კონკრეტული დაავადება თქვათ მეგობრის თუ ოჯახის წევრის ფულის შეგროვება სინდისის ანუ ძალიან დიდი ტვირთი აქვს ის რაც სახელმწიფომ უნდა აიღოს თითოეულ მოქალაქეზე გადადის ხომ შესაბამისად ეს უხერხულობა ამას ნამდვილად ახლავს მაგრამ ეს არის რაც ჩვენ გვაძლიერებს რომ ეს ადამიანები ანუ ჩვენი გაძლიერებით აძლიერებენ საკუთარ თავს და ჩვენ თუ ჩავქრებით მართლა ჩაქრება სინათლე ანუ ნამდვილად წვდიადი იქნება ამ ქვეყანაში და რაც შეეხება რუსეთის მაგალითს ხომ ეს გზა ანუ დაწყებულია უკვე ამისკენ სვლა და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის ქართული ოცნება ამ მიმართულებით დაჩქარებული გზით იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე რუსეთში იღებდნენ ამ კანონებს ბევრად უფრო სწრაფად მოახერხა ეს ქართულმა ოცნებამ და მათ შორის ეს ძალადობის ფორმები და შენცოფ ანუ გემახსოვრება მათ შორის აი ყველაზე ესეთი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო წლების წინ როცა აი ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში მაშინ გვახსოვს რომ თქვათ ყოველდღიურად თუ კვირაში ერთხელ რომელიღაც სამინისტროში იყო ბრიფინგი და მინისტრები კითხვებს პასუხობდნენ ეს ნელ-ნელა ეტაპობრივად იმდენად შეიცვალა და ისეთი
დღეს კითხვაზე პასუხს ვერ იღებ, უბრალოდ ვერ მიიღებ ვერც ერთი უწყებიდან კითხვაზე პასუხს და ეს კითხვაზე პასუხი ჩვენ რაში გვჭირდება, ხო? ანუ მე როგორც ჟურნალისტ, ერთ ჟურნალისტს ხო არ მჭირდება, ანუ ეს არის იმისთვის, რომ მოქალაქეს მივაწოდო ინფორმაცია და ჩვენ თუ ამ ინფორმაციას არ მივაწოდებთ, ეს არის ხელისუფლების მიზანი, რომ იყოს მეტი კორუფცია, გამდიდრდნენ ჩინოვნიკები, ხალხი იყოს ღარიბი, ეს არის რუსეთი, ანუ ის რომ ინფორმაცია ვერ გადავცეთ, დაგვბლოკონ, ვიღაცებს დაურეკონ ესე არ გააკეთო და თუ დარეკვა არ გაჭრის, მაგალითად სადონორებთან კომუნიკაცია ეს ფორმაც გამოუყენებიათ, რომ აი შენ მიერ დაფინანსებული რომელიღაც ორგანიზაცია ამას აკეთებს და ესეც თუ არ გაჭრის, მე ან ქუჩაში გვცემონ, დაგვარბიონ, ან კანონები მიიღონ, ხო? რომ პირდაპირ აღმოჩნდეთ რუსეთში. ან მოკლან, ეს რუსეთშიც რეალურად რუსეთში ჟურნალისტების ყრელობა ჩვეულებრივი რეალობაა, ხომ? ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი ამის და თითქოს ყოველთვის როცა გვეგონა რომ ეს ჩვენ ქვეყანაში არ მოხდებოდა, მზია იყო გარდამტეხი მომენტი, როცა ჩვენ დავიჯერეთ რომ კი ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი წავა ყველაფერზე, ზუსტად იგივე გზას გაივლის, რასაც გადის პუტინი და აი მე წინააღმდეგობის მედეგობაზე ვიკითხე, რა ესეც რომ შემიფასოთ მაგაზე მინდოდა რომ ხო, კი, მაგაზეც მინდოდა მე თქვა და გამოვრჩა ბოდიში, ანუ ზოგადად ეს პროფესია საქართველოში არასდროს არ ყოფილა მარტივი და რაღაც, მაგრამ ჩვენც ვერ ვიტყვი რომ იმ ადამიანებს გულისხმობ ცხადია, ვინც ეთიკურ ჟურნალისტიკას აკეთებს, არც გვიძებნია ასე ვთქვათ მარტივი გზები, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცოდით რომ ამ პროფესიაში როცა მოდიხარ, უნდა იბრძოლო. თუმცა ახლა ეს ბრძოლა გახდა ბევრად უფრო სასტიკი, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეა ბევრად უფრო სასტიკი. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ეთიკურ ჟურნალისტიკას, მაგრამ ამავდროულად ხდება იქ რაღაც მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენ უბრალოდ გავნადგურდეთ. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთ საუბრისას ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, დღეს თუ რჩები ჟურნალისტიკაში, ეს ნიშნავს, რომ შენ იბრძვი. სხვანაირად ვერ აგრძელებ აქ საქმიანობას. ნუ ან ხარ პროპაგანდისტი და მაამებლური ჟურნალისტი, რასაც მე ჟურნალისტს საერთოდ არ ვუწოდებდი. შესაბამისად, ეს ბრძოლა ახლა არის მე მგონია რომ გადამწყვეტ ეტაპზე. საით გადაიწევს, ასე ვთქვათ, სასწორი სპინი. ჟურნალისტები ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში. ეს ასე იყო გენერალი სოლიდარ ძალიან რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ აი ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას, ჯერ კიდევ რუსული კანონის ინიცირებიდან მართლა რამდენიმე ჟურნალისტი ვიყავით პარლამენტში რომ შევდიოდით სასტვენებით და აქედან დაიწყო, ხო, ბევრი რამე. კი. და როგორ შეგქონდა კიდევ ის სასტვენები და პლაკატები, მთელი ისტორიები იყო ამაზე. მაგრამ ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძვით პრინციპებისთვის და ღირებულებებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებულები ვიქნებით. ბატონო, ქეთევ თქვენ სამწინააღმდეგობის და ერთიანობის ძალაზე. მე ვიტყვი კამპანიის მომზადების ფორმატზე და ამ ერთიანობის მომზადების ფორმატზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი არის, როგორ მუშაობდით ერთად გუნდი, ვინც ძალიან კონკრეტულ საქმეებზე, დიზაინერი, დეველოპერი, არ ვიცი, კოპირაიტერი, კრეატორი, ყველა ადამიანი ვინც ამ კამპანიაზე მუშაობდა და ძალიან კონკრეტული მაგალითები მაქვს, როცა მაგალითად ვამბობდით, როდის უნდა ჩაუშვათ კამპანია და მსჯელობდით ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა მზიას განაჩენი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ გვცოდნოდა და დეველოპერი გვეუბნებოდა, რომ იქნებ უშვებენ მზიას და რატო განვიხილავთ ხოლმე სცენარს, რომ მზიას ტოვებენ ციხეს. ესეთი ხალხი მუშაობდა ამ კამპანიაზე, რომელიც უმრავლესობა ენთუზიაზმზე ან ძალიან მინიმალურ ანაზღაურებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვათ ისინი მათ აღარ აქვს სრულ განაკვეთიანი სამსახური, მათ შორის მე პირადად ქუჩაში რუსთაველის კონკრეტულ წერტილებში მყავს ადამიანები, რომლებთანაც მივდიოდი და მეუბნებოდი, რომ ამაში დამეხმარე და ჩემი მეგობრები სულ გქონდათ ხოლმე ხუმრობა, რომ ქეთი წავიდა ეხა წრეზე და ვივაკითხავდი შევარდენის ქვეშ ვიღაცას და ასე შემდეგ. ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანებს და ეს არის ჩემთვის მაგალითი, როგორ ვუმკლავდებით ჩვენ ამ ყველაფერს ერთობით და დიდი მადლობა, მოკლედ ხვალ 8 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ფარნით ხელში ელოდებით საქართველოს მოქალაქეებს მერდიის მხარდასაჭერად იმისთვის, რომ არ ჩაქრეს სინათლე. მადლობა.